მე გაოცებული დავრჩი, თუმცა სამწუხაროდ ამ ქალაქში ეს უკვე ნორმად იყო ქცეული. კორუმპირებული ბიუროკრატები სამართალდამცავ ორგანოებს მათი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებამ და გაპრეზიდენტებამ ჩვენ სფეროში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დააბრუნა. შონ, უბრალოდ დაფიქრდით, ჩვენ არა მხოლოდ გამოვავლინეთ, რომ რაშაგეითის სკანდალი დაგეგმილი შეთქმულება იყო, არამედ ასევე აღმოვაჩინეთ მრავალი დარღვევა Pfizer-თან დაკავშირებით და სხვადასხვა ყალბის სასამართლო ჩვენება. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საპრეზიდენტო კამპანიისას დონალდ ტრამპზე თვალთვალი განეხორციელებინათ. წარმოიდგინეთ, 10 წლის შემდეგ მოვდივარ ფედერალურ ბიუროში. მიმაჩნია, რომ ჩვენ ასეთი კონსპირაციული საქმეების უმრავლესობა გავხსენით. თუმცა ჩვენ ვიპოვეთ დალუქული ოთახი ჰუვერის შენობაში, სადაც დასაწვავი ტომრები ინახებოდა. თქვენი მაყურებლისთვის რომ ავხსნათ, დასაწვავი ტომარა ეს არის მთავრობის საკუთრებაში არსებული სპეციალური პაკეტი, რომელიც შექმნილია კლასიფიცირებული დოკუმენტებისა და სამხილების გასანადგურებლად. ჩვენ არაერთი, არამედ 7 ასეთი ტომარა ვიპოვეთ. ამასთან ერთად ჩვენ აღმოვაჩინეთ მყარი დისკებიც, რომლებიც ჩვენს წინა ლიდერშიპს ეკუთვნოდა ფედერალურ ბიუროში. ისეთი მნიშვნელოვანი პირების სახელები, როგორებიც არიან პეიჯი, სტროკი, კომი და მაკაბი, ყველა რაშაგეითის მასალაში ფიგურირებდა. რასაკვირველია, როგორც ჩვენმა ბრწყინვალე პროკურორმა განაცხადა, ჯერ ვერ ვიტყვით კონკრეტულად რა წვლილი მიუძღვით მათ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც უკვე გავასაჯაროვეთ. საუკეთესო საშუალება ამერიკული საზოგადოების ცოდნის ამაღლებისა ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნება მათთვის დოკუმენტების გადაცემა, რაც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს კიდევ უფრო გაამყარებს. ამიტომაც ჩვენი უპირველესი ნაბიჯი იქნება ფედერალური ბიუროს ჰუვერის შენობის გაწმენდა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.